22 დღეა ბათუმში ენერგია არის უშრეტი და პროტესტიც არის უწყვეტი შეიძლება ითქვას. მოთხოვნები რჩება კვლავ იგივე პირველ რიგში ხელახალი არჩევნების დანიშვნა და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება და ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლება. დღევანდელი დღე არ არის გამონაკლისი ბათუმელებმა ფაქტობრივად სამსახურად გაიხადეს აქ შეკრება დღის ბოლოს. გაჩვენებთ ახლა მე კადრში რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ თანამოაზრეები ერთმანეთს მიმართავენ სიტყვით, ასევე მიმართავენ ხელისუფლებას, რომელიც როგორც თავად ამბობენ ბოლო პერიოდში ხალხის აზრს საერთოდ არ ითვალისწინებს და ხალხის სათქმელი საერთოდ არ ესმის. ბათუმში დანარჩენ საქართველოში 22 დღეა მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, თუმცა ბათუმი თვეზე მეტია უკვე საპროტესტო რეჟიმშია. სტუდენტებმა დაიწყეს როგორც იცით საპროტესტო ტალღა და ერთ თვეზე მეტია უკვე რაც უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ჩვენს ქალაქში. ბათუმმა ნამდვილად თქვა თავისი სიტყვა ამ პროცესში. გიორგი დუმბაძეა ახლა ჩვენთან ერთად. გიორგი, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იყო თბილისში. გიორგი, იყავით თბილისში ამ საპროტესტო აქციებზე. ამ პერიოდის განმავლობაში შენმა მშობლიურმა ქალაქმა რა ძალა აჩვენა? იყავით თუ არა იქ ხრებში გამართული, როცა ბათუმიდან უწყვეტი პროტესტის ხმა გესმოდა? მოგესალმებით. მართლაც ბევრი საპროტესტო მუხტი და წამოწყება გვახსოვს და ამ ბოლო მუხტის ფაქტობრივად ლოკომოტივა შეგვიძლია განვიხილოთ ბსუ-ში სტუდენტების გაფიცვა, რამაც დომინოს პრინციპით ფაქტობრივად მთელი საქართველო მოიცვა, ხომ? მას აყვა ილია, მას აყვა თსუ, მას აყვა ფაქტობრივად ყველა კერძო თუ საჯარო უნივერსიტეტი და ჩვენ მივიღეთ მოცემულობა, სადაც ყველავისთვისაც საკუთარი მომავალი, საკუთარი სამშობლოსა და ოჯახის მომავალი მნიშვნელოვანი არის, დგას ერთ პოზიციაზე და ფაქტობრივად ბსუ-ს აი წამოწყება ერთგვარი აღმოჩნდა პოლარიზაციის დამარცხებელი, რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ ერთის მხრივ დავრჩით ჩვენ ყველა ერთად, ვისთვისაც მნიშვნელოვანი არის ყველა ეს ღირებულება და პრინციპები, არ ვიცი, ისტორია და კულტურა და მეორე მხრივ ჩვენ ყავს პრორუსული ხელისუფლება, უმცირესობა ფაქტობრივად, რომელიც უპირისპირდება ამ ქვეყნის აბსოლუტურ უმრავლესობას და საბოლოო ჯამში რამდენიც არ უნდა იყვნენ ისინი და რა პოზიციებითაც არ უნდა ხელმძღვანელობდნენ, არავის არასდროს არ გასული არც ერთ ხელისუფლებას საკუთარ ხალხთან დაპირისპირება და დარწმუნებული ვარ ისე როგორც არაფერში, რომ ამ ბრძოლაშიც გამოვა გამარჯვებული ქართველი ერი და ქართველი ხალხი და ერთხელ და სამუდამოდ დავამკვიდრებთ იმ პრინციპს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში უნდა მოდიოდნენ ის ადამიანები, ვისთვისაც ხალხის ინტერესი გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე საკუთარი ინდივიდუალური და ეგოისტური ინტერესები და ამ შემთხვევაში ბათუმის წვლილი მართლა რაღაცნაირად აღმავსებს ხოლმე და მიხარია მართლა, რომ აქ იყვნენ ჩემი მეგობრები და ჩემი მეგობრების მეგობრები, რომლებიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბსუ-ში ათენებდნენ, აღამებდნენ, იქ ჭამდნენ, იქ სვამდნენ და ამ ყველაფერს აკეთებდნენ არა იმიტომ, რომ ეს ეხალისებოდათ, არამედ იმიტომ, რომ ამას აუცილებლობას ხედავდნენ და მიაღწიეს მართლა მათ თავიანთი წვლილი გამარჯვებისა და აგური დადეს და მთელი საქართველო მოიცვა ამ პროტესტმა და აუცილებლად დავიმარჯვებთ. მადლობა გიორგი. გიორგი ყვებოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს და თავარი გამარჯვება ჩემი აზრით რაც შეიძლება ამ სტუდენტების იყოს არის ის, რომ მათ შეიერთეს ლექტორები, პედაგოგები და დღეს უკვე ძალიან ერთ მუშტად დგანან მათ შორის ამ აქციებზეც. ლუკა ნაცვლიშვილს უხედავ ახლა მე აქ. ლუკა, კიდევ ერთხელ რომ გითხრათ, ჩვენ ყველამ ვიცით რა პროცესები მიმდინარეობს, თუმცა რამდენხან შეიძლება ეს გაგრძელდეს ჩვენს ქვეყანაში? ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ დაგღლიც, თუმცა თქვენი ენერგია რომ უშრეტია, ამას არაერთხელ ამტკიცებთ და კიდევ ერთხელ რომ მიმართო, როგორც თანამოაზრეებს, ასევე ხელისუფლებას ჩვენი ეთერიდან. ჩვენ ძალიან სერიოზული, ძალიან დაძაბული და ძალიან რთული ბრძოლების გადმოტანა მოგვიწია ბოლო პერიოდში, მაგრამ რეალურად თავარი ბრძოლა წინ გველოდება. ქართულ ოცნებას და მათ ფანტაზიებს რაც შეეხება უკვე დიდი ხანია ვიბრძვით და ვიბრძოლებთ მანამ, სანამ არ მივაღწევთ გამარჯვებას. მადლობა ლუკა ნაცვლიშვილს უსმენდით. კიდევ ერთხელ გაჩვენებთ კადრში ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოს და აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიას, ადგილს, რომელიც ბათუმელებმა მეორე სახლად გაიხადეს. აქ აქციის დაანონსება უკვე აღარ არის საჭირო. ყოველდღიურად ადამიანები იციან, რომ 7 საათის შემდეგ, ისე როგორც სახლში ბრუნდებიან, ასე უნდა გამოვიდნენ ამ ტერიტორიაზე და გააპროტესტონ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ეს ხდება ახლა ამ წუთშიც ბათუმში და დარწმუნებული
დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში ეს პროტესტი გაგრძელდება, მანამ სანამ არ მიაღწევენ მთავარ საწადელს საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნებას.